ღმერთი ჩვენ გულს შენახებია, მოწოდებულნი ვართ, დაგვიძახა ღმერთმა და მოგვიყვანა. მაგრამ რამდენად ამ მოწოდების შესაბამისად ცხოვრობ ჩვენ, რამდენად დავინახეთ ეს გზა და რამდენად ვაიძულეთ, აი მე რო იწყება მეთქი. კი ბატონო, დაინახე ეს გზა, მაგრამ ეს გზა ხო ერთადერთია. შენი თავისუფლების გამომდინარე, შენი შესაძლებლობების, უსასრულო შესაძლებლობებიდან ერთადერთია. ესე იგი რა უნდა ქნა, ხო ხდებით? შენი ნებელობა ნახე როგორ არის გაშლილი თელ ამ სფეროს ყველა მიმართულებით. შენი ნებელობა და უცებ ეს შენი ნებელობა, რომელსაც არსად არ მიყავ ხარ, ხო, ნებელობა კარგია, ნება, მაგრამ გონიერ არსებას ნება აქვს, აბა. ახლა ძაღლს ნება არა აქვს, ძაღლს ინსტინქტები აქვს. შენ ნება გაქვს, გონიერი ხარ, მოაზროვნე ხარ, გესმით, ნებელობა გაქვს. და რაში იყენებ? აი რაში იყენებ? აი რომ გადაავლო შენ ცხოვრებას თვალი და აი დავიბადე და ნუ ამ დროიდან უკვე აზროვნება დავიწყე, მოვედი აქამდე, ხო? ზოგი 20 წლის არის, ზოგი 40-ის, ზოგი 50-ის, ზოგი 60-ს გადაცდა და ზოგი 60-ს და მითხარი, აბა რაში გამოიყენე? ხვალ უნდა გარდაიცვალო, აბა რაში გამოიყენე? ერთადერთი რაც შეიძლება თუ ცოტათი რწმენა გაქვს და გონიერება, აი ქრისტე ვირწმუნე. ერთადერთი ამას იტყვი და მე კიდევ ერთ კითხვას დაგისვავ და შენ რწმენა რაში ვლინდება? რაში ვლინდება? რა შეიცვალა შენში? გესმით? აი ეს უსასრულო შესაძლებლობა, რომ იმ მხოლოდ ერთ შესაძლებლობამდე დავიდეს, გესმით რა უნდა უქნა მე ჩემ ნებელობას, რომელიც არსად არ მიდის, რომელსაც არსად არ მივყავარ, სადღაც ვიკარგები უსასრულო ოკეანეში და ეს ჯოჯოხეთია, უნდა შევზღუდო და ეს ადვილი არ მემორჩილება, ესე კი არ გემორჩილება, ასე სად არის? და რო არ გემორჩილება, ღმერთს დახმარებას თხოვ, ღმერთო, შენი ნება იყოს, გეხვეწები, აღარ შემილია ჩემი ნება, მღუპავს შენი ნება იყოს და ეს ვედრება გულმხურვალე უნდა იყოს და აი ესე ნელა ღმერთთან თანამშრომლობით, საკუთარ თავთან, ეშმაკთან, ამასოფლის სულთან ბრძოლით, როგორმე უნდა რაც დაინახეთ, უпроსორად რაც დაგანახა ღმერთმა ის ერთი ხაზი, იმ ხაზზე დადგე. ეს დანახვა ღმერთისგან, როცა ჩვენ ქრისტე არ გვინახავს, უნდა მოხდეს ისე, როგორც დავნახავთ სხვებს, რომელსაც არ უხილავს და ირწმუნეს პავლე და სხვები, როგორ მადლის მიერ, საღვთო ენერგიის მიერ. გესმით, გაფაქიზებული სული უნდა გქონდეს, გაფაქიზებული გული უნდა გქონდეს. მზაკვარი სული არ უნდა გქონდეს, ორგული სული არ უნდა გქონდეს.